საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა რეგიონებში. ის ახლა მაესტროს შეკითხვებს უპასუხებს. საღამომშვიდობის ბატონო ვაჟა. საღამომშვიდობის მოგესალმებით. ბატონო ვაჟა, უპირველესად მაინტერესებს რა ვითარება დატოვეთ რეგიონებში. თქვენ მთელი დღის განმავლობაში იყავით ჩართული, რამდენადაც ვიცით აი ამ პროცესში, ეცნობოდით შედეგებს სტიქიის. რა სიტუაცია დატოვეთ რეგიონებში და ყველაზე მძიმე ვითარება სად არის ამ დროისთვის? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად მოსულმა ნალექმა გარკვეული სირთულეები შექმნა ავტოტრანსპორტით მოსარგებლეებისათვის, მაგრამ ამ ეტაპისათვის ყველა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც ჩვენ მქონდა გარკვეული შეზღუდვები, არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს და მთლიანად გაწმენდილია გზის სავალი ნაწილი. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო მოძრაობისათვის მოძრაობა თავისუფალი არის. ერთადერთი მხოლოდ გარკვეული შეზღუდვა რჩება ხულოს მიმართულებით, ეს სოფელ დოლოგანთან, სადაც გზის სავალი ნაწილი ნახევრამდე იქნა ჩაწყვეტილი და კაპიტალური შეკეთება საჭიროებს. და მეორე მიმართულებით, ეს მესტიის მიმართულებით, სადაც რამოდენიმე საათი იყო გზა ჩაკეტილი, ვინაიდან მიწაკლდის შვავმა ჩაკეტა სავალი ნაწილი, ამჟამად მოძრაობა ნახევარ მიმართულებაზე აღდგენილია, ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება გზის სავალი ნაწილის სრულად გაწმენდა. შედეგი სტიქიის ბატონო ვაჟა ადეკვატურია, შეიძლება ასე დავსვათ კითხვა, ან თუ ის ზიანი რაც მიადგა თუნდაც ინფრასტრუქტურას არ იყო მოსალოდნელი, ეს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვათ პრობლემა იყო თავად ინფრასტრუქტურის გაუმართავობა თუ ნალექი იყო მოულოდნელად დიდი, ასე თქვათ? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყოველ ნებისმიერ ამინდის ცვლილებას სტიქიას ბუნებრივია ვერ დავარქმევთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ადგილი გვქონდა ამინდის გაუარესებასთან, ნამდვილად მომეტებული ნალექი მოვიდა, უხვი ნალექი, თუმცა როგორც იცით, წინა შემთხვევების უკვე პრაქტიკამაც აჩვენა თუ ის პრობლემები სად იყო, ამიტომ ჩვენ ფაქტურად ნებისმიერ ასეთ გამოწვევას მომზადებული შევხვდით. შეიძლება ითქვას, რომ ნალექი საკმაოზე დიდი იყო და რეალურად არსებითი დაზიანება სავალი ნაწილების არ გამოუწვევია, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევას, სადაც აღნიშნე კიდევაც ქედის მიმართულებით, სოფელ დოლოგანთან. რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს და ემს სალიკვიდაციო სამუშაოებს, ამის ხელმძღვანელობა ვისევალება და რა პერიოდზე შეიძლება ვისაუბროთ? როდის დაითვლება ზიანი და დაიწყება ვთქვათ სალიკვიდაციო სამუშაოები? როგორც იცით, უკვე პრემიერის ინიციატივით შექმნილი არის საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს რეგიონებში. აჭარაში რა თქმა უნდა შექმნილი არის შესაბამისი შტაბი, რომელიც ფუნქციონირებს ასეთი შემთხვევების არსებობისას. იგივე მსგავსი შტაბები შექმნილია ყველა გუბერნიებში, ყველა მხარეში. ზუსტად აი ადგილობრივი შტაბების მიერ, მათი შექმნილი კომისიების მიერ ხდება უკვე ადგილებზე გასვლა, კონკრეტული დაზიანებული ობიექტების მონახულება და მათი შეფასება. მას შემდეგ, რაც დადგინდება არსებული ზიანი, ასევე დადგინდება თუ რა იყო მისი გამომწვევი მიზეზი, იყო თუ არა ის არსებული უამინდობა გამომწვევი მიზეზი, ხოლო ამის შემდეგ დაიწყება უკვე შესაბამის ანაზღაურება და ზიანის კომპენსაციაზე საუბარი. რაც შეეხება მეწყერსაშიშ ზონებს, ბატონო ვაჟა, აი ამ ზონებში არის რაიმე დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიღებული მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება? მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლებთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან, საიდანაც გვაქვს ყოველ დღიური განახლებული ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, ასევე მათი გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები ჩვენთან ერთად მუშაობენ და აფასებენ იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა ამინდის გაუარესებისას აღმოჩნდეს, ასე რომ ყველა მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მძიმე შედეგი. დიდი მადლობა, ვაჟა ფანჩულიძე ასახობდა მაესტროს შეკითხვებს. დიდი მადლობა.